გამარჯობა მეგობრებო, დღეს შემოგთავაზებთ ვიდეოს თუ როგორ უნდა დავამზადოთ ნატურალური ტყავისგან საპასპორტე, რომელსაც აქვს დამატებით 2 ბარათის და ქაღალდის ფულის განყოფილება. ეს არის თარგი, რომლითაც დავამზადებთ ჩვენს საპასპორტეს. ამ ქაღალდს დავაწებებთ ჩვენს ტყავზე ზუსტად და შემდეგ გამოვჭრით მას. ამისთვის გამოვიყენებთ საკანცელერიო დანას და მეტალის სახაზავს. თავარია რომ კარგად დავაფიქსიროთ ჩვენი მეტალის სახაზავი, რომ არ გაგვიქანდეს ნიშნულიდან და მოხდეს სწორი ჭრა. ასევე მნიშვნელოვანია რომ ჩვენი საკანცელერიო დანის პირი იყოს ახალი და კარგად გაჭრას ჩვენი ტყავი. მე გადავწყვიტე რომ ორ ფერში გამეკეთებინა ჩემი საპასპორტე, შესაბამისად შიდა ნაწილებისთვის ვიყენებ სხვა ფერის ტყავს. ამ საბარათის დასამზადებლად გვჭირდება სულ 4 ნაწილი ტყავის, 1 იყო გარეკანი და 3 ეს შიდა ნაწილი. დაახლოებით ასეთი გამოვა ჩვენი ტყავის საპასპორტე. შემდეგ ეტაპზე გვჭირდება განვსაზღვროთ და მოვნიშნოთ ის ადგილი, სადაც დავხრეთ ჩვენს ტყავს, რომ ლამაზად გავაკეთოთ 2 ნაკერი ბარათების განყოფილებისთვის. ახლა ცოტა ლამაზი ფორმა მივცეთ ჩვენს საბარათეს და ქვედა ქაღალდის ფულის განყოფილებას. მე ავირჩიე ასეთი ფორმა, რასაც ვიდეოში ხედავთ და ორივე დეტალს გავუკეთე ასეთი ჭრა. ეს თქვენზე დამოკიდებული, თქვენ შეგიძლიათ მოამრგვალოთ ან უბრალოდ სწორი დატოვოთ. ახლა გადავდივართ ამ 2 დეტალის შეწებებაზე. შესაბამისად, სადაც შეხების წერტილი აქვთ ერთმანეთთან ამ 2 ტყავის დეტალს, დამუშავებულ მხარეს გავაზუმფარებთ, რომ მოჭიდება კარგად გაიზარდოს. შიდა მხარეს ეს არ სჭირდება, რადგან ის უკვე არაერთგვაროვანია თავიდანვე. დავიტანთ ჩვენს ეკოსტიკის წებოს, გადავანაწილებთ იდეალურად და დაველოდებით რამოდენიმე წუთი. როდესაც გაუფერულდება ჩვენი წებო, უკვე მზად არის ის შეწებებისთვის. დაახლოებით 5 წუთი არის საჭირო ამ შედეგის მისაღებად. ნელად დავაწებებთ ჩვენს 2 ტყავის ზედაპირს ერთმანეთზე და კარგად დავპრესავთ შეწებების ადგილებს, შეგვიძლია დავაჩაქუჩოთ კიდეც და ბოლოს ესე სარჭებით დავაფიქსიროთ დაახლოებით 10-15 წუთი. სრულიად საკმარისი იქნება სრულად გამყარებისთვის. დაახლოებითი ნიშნულები ავიღეთ ტყავზე, დაშორებები ნახვეტებს შორის, რომ იდეალურად დამჭრარიყო და დავიწყე დახვრეტა. ასე მოვიქცევით ორივე მხარეს, რა თქმა უნდა, და ამის შემდეგ გადავალთ გვერდების დამუშავებაზე. ეს გვერდები შეგვიძლია მანამდეც დაგვემუშავებია, მაგრამ აიხაც არ არის გვიან. ვიყენებთ ტოკოპროს, ეს გააჩნია ტყავის ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს დასამუშავებელი სითხე. ეს არის იმისთვის საჭირო, რომ ჩვენი ტყავის გვერდები, აი სადაც გადავჭერით, გამოიყურებოდეს ლამაზად. გადავდივართ მოკერვის ეტაპზე და მნიშვნელოვანია ჩვენი ნასკვი არ იყოს სქელი, რომ კარგად გაიაროს ჩვენს დახვრეტილ ტყავში. შეგიძლიათ კარგად დააკვირდეთ ვიდეოს და გამოიყენოთ ეს მეთოდი, მარტივი და საკმაოდ საიმედოა. ესე გავუკეთებთ ნემს ორივე მხარეს ჩვენს ძაბს და დავიწყებთ მოკერვას. მოკერვის დროს უნდა დავაკვირდეთ ძალიან კარგად და უნდა ვიჩქაროთ, რადგან გქონდეს სუფთა ლამაზი ნაკერი ჩვენს ტყავზე. იგი არ უნდა იყოს არც ძალიან მოჭერილი და არც ძალიან მოშვებული. გვჭირდება ვიპოვოთ ოქროს შვალეთი. როგორც ხედავთ, საკმაოდ ლამაზი ნაკერი მივიღეთ. შიგნიდან მოვჭრით დაახლოებით 5-6 მმ-ზე ჩვენს ძაფებს და მივაწვავთ, რადგან არ გაიხსნეს და უკან არ წამოვიდეს იგი. ზუსტად ასეთივე ნაკერს გავაკეთებთ მეორე მხარესაც. ახლა უკვე ამ ჩვენს გამზადებულ დეტალებს დავაწებებთ გარეკანზე. იგივენაირად მოვიქცევით, წავუსვამთ ჩვენს წებოს ეკოსტიკს, გადავანაწილებთ და დაველოდებით ფერის შეცვლას, გაუფერულებას. ამ დროს უკვე მიხვდებით, რომ მზად არის ეს დეტალები შესაწებებლად.
ასეთ მდგომარეობაში დავტოვებთ 10-15 წუთი. შეწებების შემდეგ ვხედავთ, რომ იდეალური გვერდები არა გვაქვს, შესაბამისად უნდა გავასწოროთ ისინი იდეალურად, ამიტომ ავიღებთ ისევ საკანცელარიო დანას და მეტალის სახაზავს და რამოდენიმე მილიმეტრს, სადღაც 2 მილიმეტრს ყველა მხრიდან ჩამოვაჭრით და მივიღებთ იდეალურ სისწორეს. უკვე დადგა დრო, რომ დავხვიტოთ ჩვენი საპასპორტე, შესაბამისად ჩვენ ზუსტზე ავიღებთ სადღაც 4 მილიმეტრს და გავაკეთებთ აი ესეთ ნიშნულს მთელს პერიმეტრზე და მოვნიშნავთ იმ ადგილებს, თუ სად უნდა დაიხვრიტოს ჩვენი საპასპორტე. დავასრულეთ მონიშნა და საკმაოდ მკაფიოდ ჩანს პერიმეტრზე, თუ სად უნდა დავხვრიტოთ ის. დახვეთა აღარ გადამიღია, რადგან უკვე პირველ ნაწილში გაჩვენეთ თუ როგორ ვაკეთებთ მას, უკვე გავამზადეთ და გადავდივართ ბოლო ეტაპზე, უნდა დავიწყოთ მოკერვა, რაც ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი არის, როდესაც მუშაობთ ტყავზე. მოკერვის შემდეგ უკვე გადავდივართ გვერდების დამუშავებაზე. აი ესეთი ხელსაწყოთი ავათლით გვერდებს, ესენი იყიდება სხვადასხვა ზომის და ჩვენ ამ შემთხვევაში ვიყენებთ საშუალო ზომას. მივადექით ბოლო ეტაპს გვერდების დამუშავებას, ეს გვერდები უკვე დავაზუმფარეთ 300-იანი ზუმფარით, შემდეგ წავუსვით ტოკოპრო, გავაპრიალეთ, შემდეგ ისევ გადავშკურკეთ 600-იანი ზუმფარით, შემდეგ ისევ ტოკოპრო და ბოლოს 1000-იანი ზუმფარა და შემდეგ ისევ ტოკოპრო და გავაპრიალეთ იგი. თუ უკეთესი შედეგი მიღება გვინდა 1000-იანი ზუმფარის შემდეგ, უნდა გამოვიყენოთ 1500-იანი, 2000-იანი და 3000-იანი, ასე სანამ იდეალურ შედეგს არ მივიღებთ. რა თქმა უნდა, ამ ეტაპებს შორის უნდა გამოვიყენოთ ტოკოპრო. ტოკოპროთი უნდა გავაპრიალოთ იგი. საბოლოოდ მივიღეთ ასეთი საპასპორტე, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, არის კომპაქტური და გამოყენებადი. როგორც თავში აღვნიშნე, მას აქვს 2 ცალკე განყოფილება ბარათებისთვის, ქაღალდის პოლისთვის ცალკე განყოფილება და შეგვიძლია ასევე რა თქმა უნდა ჩავდოთ პასპორტი, როგორც ყდით, ისევ მთლიანად შეგვიძლია შევაცვლოთ და დავმალოთ იგი. დღეისთვის სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ დაალაიქოთ და გამოიწეროთ არხი. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.